დღეს იმერხევში ასეთი დილა გათენდა. დილა ადრიან სოფელ ბაძგირეთის ხევებიდან ნისლის დაძენძილი ბალიშები ღრუბლის ქულებივით ამოცურდებიან და ნელ-ნელა გაიფანტებიან. ჩვენი სასტუმრო პანსიონი სტუმრებითაა სავსე. ეს იუსუფ მეიდან ცვარიძეა, სოფელ ბაძგირეთის მუქთარი, იგივე გამგებელი. ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს სასტუმრო პანსიონი ძმებს ეკუთვნის იუსუფ და ჰუსეინ მეიდან ცვარიძეებს. მეგობრებო, ეს გახლავთ სოფლის მუქთარი. ეს კარგი პიროვნება თან ამ სასტუმროს პატრონია და თვითონ ემსახურება სტუმრებს, აგერ ჩაის ატუღებს დილით. მთელი ოჯახი საკუთარი ხელებით ემსახურება სოფელში მობრძანებულ სტუმრებს. ტურისტები ხშირად შემოივლიან, ჩაის მიირთმევენ, ცოტას შეისვენებენ და მერე გზას გააგრძელებენ სამოთხეში სამოგზაუროდ. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს ბოლო არის ბაზგირეთში ჩვენი ყოფნის ახლა დილა არის. აგერ ტურისტები შემოგვიერთდნენ, ძალიან ბევრი შემოდიან ხოლმე ჩაის დასალევად თურმე. და ჩვენც დღეს კიდევ შემოვივლით სოფელ სამდილით და შემდეგ წავალთ ქალაქ ართვინში. აი მეგობრებო, დაპირებული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური შემოგთავაზე სამდილით. მოკლედ ეს არის ჩვენ დილის საუზმე და დღეს ვტოვებთ აქაურობას. გაკეთებული ხაჭაპური კარგია თუ სოფელი ბაზგირეთი? ხო, ესე იგი ჩვენ საპატივცემულოდ აკეთებთ ხაჭაპურს თუ საერთოდ აკეთებთ? აქ აცხობთ ხაჭაპურს. არა ვიცი, როჯა მაშინ მიხდები კი სიდერვის გერმანია. ბარბარა მენა გახდა. ხინკალი ძალიან მოგვეწონა. ხინკალი მივერთვით პირველ საღამოს და ძალიან გემრიელი იყო. და საერთოდ ძალიან მოგვეწონა აქაურობა. როცა სტუმრებს მოვიყვანთ, აქ მოვალთ აუცილებლად. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა იგოს პრიზმიკი მოხდება. აქ ტურისტები შემოდიან ასე ხო? ჩაის დასალევად. საჭმელზე. სტუმარობაზე. სხვა ასეთი რამე სოფელში არ არის. ხო, სადაც ჩაის დალევენ. აჩერდებიან ცოტა ხნითა. მოვიდნენ სვენებდნენ და მერე წევდნენ და ზემო. სოფელ ბაძგირეთში ძალიან მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ. უმრავლესობა ქალაქშია დასაქმებული. ზოგიც სწავლობს, თუმცა გაზაფხულიდან რთველამდე, ანუ შემოდგომის მიწურულამდე სოფელს დაუბრუნდებიან და აახმაურებენ. ოцохრა. დედეებს და ნენეებს ეხმარებიან სამეურნეო საქმეებში. Hamanayukan mohtahona naida zilvelona naida Akhlanduli baklevi hona naida zilvelona naida Tamqtaran kohta hona naida zilvelona naida Naida nahoni naida hona naida zilvelona naida აქაური სიმღერები ძირითადად სოფლის ყოფაცხოვრების ამსახველი ტექსტებით ხასიათდება. სიმღერა ძალიან უყვართ, შრომობენ და ღიღინებენ. Saxinədən vardiya hona naida cilvelona naida Varsxovili guqriya hona naida cilvelona naida Satsevda çeviçeçloyona naida cilvelona naida Saxnikari duqriya hona naida cilvelona naida Saxnikari duqriya hona naida cilvelona naida Naida nahoni naida hona naida cilvelona naida Gele mivdodi hona naida cilvelona naida Vele balakhiyani hona naida cilvelona naida Ertigogo devdahe hona naida cilvelona naida Zuzutala khiyani hona naida cilvelona naida Porkatala khiyani hona naida cilvelona naida აკორდეონზე მომღერალ ახალგაზრდებს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვდეთ.
ამისთვის განსაკუთრებული დღე ან დღესასწაული საჭირო როდია. სოფლის ფეხდაფეხ დავლას ვაგრძელებთ. ყველას უხარია სტუმრის დანახვა, მით უმეტეს თუ გურჯისტანიდან ხარ. მოწყენილი სახით არავინ შეგვხვდებათ. ლამაზი გოგო ხარ, პომადა რო გისვია? ტიტირები მეწვის. არ არის მირუნიე. ლამაზი ხარ, ლამაზი. არა, ტიტირები მირუნი, ტიტირები ასე დიმის გადაც. ვიდა მიარს ისე გიმირუნიე. რაიძები დადო? yani viski gel. აი ქართველები ხარ. გაივა, კამერა ისულ კარგია, ამიტომ Yani kitabı mı meçi? Zaten kitap var mı azdır? კამერა ისულ კარგი. ეს სასტუმრო ძაღლია? Eçemi. ხანია? Zaten. აუ, Muro. დიდი ძაღლია, არ იქბენება ხო? Ara insan şumar gatır. Du kavuna. Mato asi du kavuna şumar. Yani. Erkit lisar. ეს? ამხელა ერთი. Şarşanan druda badulya. დიდი ყოფილა. რა ჯიშია, აი ჯიში რა? Es ari kangali. ხანგალი? Sivasi. Ari kişensi. მე არის. ლამაზი ძაღლია. Yavaşya. Kuyanია. Bile bir taşı ya. აჰა, გვილებიც არ. Argik be. რასთან ხორცი უყარს ხო? Vala periu. ჰა, Oğlum ya. ორი ხორცი. Oğlum, oğlum. მე გიშენი რა არის? ჩემი გოგოა. ჩემი ხორცია. Geygen. Eçemi çolya. ვიცი, ვიცი. გუშინ გავიცანე. Kuşin zalit geysan seni. კი, გავიცანე. აბა, კარგად იყავი. კარგად. გაიხარე. გამარჯობა. გაიჭები, იქხანს იყავი. იქხანს იცოცხლე. ეს რა ლამაზია, გაკეთებული ეს ვინ გააკეთა? ტურისტებისთვის არის? ეს ქავრი იცით თქვენ რა არის ქავრი? ქავრი იცია? იციან აკო. მიწაში ჩაფლულია და ვინოს აკეთებენ ამაში? ვინოს აკეთებენ აკა ჯავის ჩადებდნენ. ჟავეს. ჯავეს. ჟავეს ინახავენ, ხო? ძალიან ლამაზია. ასე სახლები დანომრებია, ხო? ასე. ნომერი 8 წელია 39. თორმე რომ დიდია და ასე ბოლი მათემატიკა. შენი სახლია? ხო. ლამაზი სახლია. ინგეაბლა რატო მაკრავთან ჩადირე? Ja, ich gesamthashi hani თოვლივარი. ნახე ეს ყვები. ხო, იქ თოვლაკორენ, გამთაში თოვლაკორენ წინედანა. ეს სახლის ნუმერია, ხო? ხო, 20. აჰა. ხურშიბეს, კარგად, კარგად. ზაფხულში თბილის სახლებია ზაფხულის სერინი. ჰა, გრილი. გრილი ხო. ეს რახეა, ახლა. გული არა. ეს არის კო. კო? ხო. კოქია ხეს? ხო. დალამაზია. ბატონი რეჯეფი 4 წელიწადია შავშეთში ცხოვრობს. მხოლოდ ზაფხულში უბრუნდება სოფელს. მიზეზი სერიოზულია. მისი პატარა შვილისთვის სკოლა არ არსებობს სოფელში. ამიტომ ისე, როგორც სხვა ახალგაზრდები, ისიც იძულებულია ქალაქში გააგრძელოს ცხოვრება. წუხს, რომ ასე სოფელიც არიელდება და მოხუცების ამარ არჩება. Gayga. Şemi qviteloğli. სარიალო. O sariyalo. ხო. ყვითელოღლი. ხო. ქართულად როგორაა? გურჯიჯე გვარი? Qviteli. ყვითელაშვილი ალბათ. Telaşvili. ყვითელაშვილი. კი. გურჯიჯე არიცი? ცოტა გიცი. სოფელში როგორ ცოცხლობთ? ჩემ დაიგოს ელაპარაკე. როგორ მექტები არ გაქვან, სკოლა არ გაქვან, ხორცი გაქვან, ერბო იაღი გაქვან, ტარაკი გაქვან და ხო, სოფლის ამბები ცოტა რამე რო ვისაუბროთ. Da Turkçaki guriyo X. ქართულად ჯობია. ქართულად რაფერაც აფერებ, ისე ჯობია.
ქართულას რასაც ვიყავარებ. კი. აი შესופლის ეს ილაპარაკ თურქული არ გულია, თურქული არ იცის ამა. თამამ გიგენ და კი იცის ისტანბული, იზმირი, ყველაფერი იცის და ჩვენებურაი. ბუიო. მე 45 წლისა ვარ, 41 წლისა ვიყავ აქედან სოფლიდან საվել, მე მექტები არ იყო, სკოლა არ იყო, ბაკლი ბობოს ვარობაი, შავშეცაվել, იქა სახლი დივჭირეთ, ენცინა კრაიჯებოდით, აქა. აქ სკოლა რო არ ქონდა, გოგო წაიყვანეს ქალაქში, ხო? სკოლაში რო იშტე მე აქ ვიკითხე, ჩემი ქალის ბაბოი აქ ვაკითხებდა 50 წლის წინ აქ სკოლაც იყო, ბაზგირეთაც იყო, რა იქნა სოფელში ემე გამეიგონეს, სოფლიდან საქართველოში სასვლა გამეიგონეს რიბარდაი, რა არის წამსვლელი მანქანას იღებს, წამსვლელი ამობს კი ემე არიო, ეს სახლი იღებს, ერთი სკოლა კი ქალაქში სკოლა და სოფელში სკოლა ერთი არისო, მემრე რა იქნა ხალხმა გეისალმე. ძნელია ამ სოფელში ერთი მოგზაურობით ყველაფერი ამოწურო. იქი მდიდარია თავისი სარჩოსანობაგით, მოსავლითა და ცხოველებითა თუ ფრინველებით. ასეთივე მდიდარი და უხვია მათი ისტორია. მართალია 400 წლიანმა უჩვეულო გარემოებებმა, მორალურმა, ფსიქოლოგიურმა თუ ტრადიციათა ზეგავლენამ ადამიანების მნიშვნელოვანი სახეცვლილება გამოიწვია. თუმცა ბევრი რამ ისევ გვიყვება იმდროინდელი საქართველოს ისტორიას. მაგალითად ენა, ზოგიერთი ტრადიცია და რაც მთავარია მთები, კლიმატი და ბუნება, რომელსაც გახედავ, დააკვირდები და დუმილით გეტყვის. ეს მე ვარ, შენი წინაპრების საქართველო.